სანამ Excel-ზე დავიწყებთ საუბარს, თხოვნაა გადახვიდეთ ჩემს პროფილზე და გამომიწეროთ YouTube არხში. როგორ ჩავსვათ Excel-ში სამუშაო თარიღები? გამოვიძახოთ ფუნქცია today იმისათვის, რომ ჩავსვათ დღევანდელი თარიღი. ორმაგი კლიკით ჩავსვათ. დავხუროთ ჭხილი და დავაკლიკოთ ხილაკზე Enter. ხო, შეგვიძლია აქ აიღოთ თქვენ ნებისმიერი თარიღი, რომელიც გნებავთ და მაინც და მაინც დღევანდელი თარიღი თუ დავიწყოთ, არ აქვს არსებითი მნიშვნელობა. შემდეგ, აუცილებლად უნდა გქონდეს აი ეს უჯრა მონიშნული. შემდეგ გადავიდეთ editing ჯგუფის ფუნქცია ფილში, ჩამოვიდეთ სერიებზე. თუ ჰორიზონტალურად მინდა ჩამოვიწეროს, დავტოვებთ rows, თუ არა და სვეტოვანად columns მოვუნიშნოთ. აქ აუცილებლად უნდა მოვუნიშნოთ weekday. ქვემოთ დავტოვოთ აი ამ უჯრაში 1, ხოლო აქ ჩავწეროთ ის თარიღი, სადამდეც გვინდა გაგრძელდეს სამუშაო თარიღების ჩამოწერა. მაგალითად, მე გავაგრძელებ 25/02/2026. ხო, ოღონდ აუცილებელია ყურადღება მივაქციოთ, აი აქ რა ფორმატითაც არის ჩაწერილი თარიღი, აი ამ უჯრაში ზუსტად იგივე ფორმატით უნდა ჩაიწეროს. დავაკლიკოთ ხილაკზე OK. როგორც ხედავთ, ჩამოვიწერა თარიღები და თუ დააკვირდებით, აი რამდენიმე თარიღი არის აქ გამოტოვებული, ასევე აი აქ, ანუ შაბათ-კვირის გარდა ყველა თარიღი ჩამოვიწერა.